გამარჯობა, დღეს 24 ნოემბერია 2025 წელი. მე რატი ვარ მუჯერი ჟურნალისტი, თქვენ უყურებთ პროექტს ჩემი თვალით ნანახი ჯარი და ისევ გიგასთან და თორნიკესთან ერთად ამჯერად უკვე დღევანდელ ეპიზოდში ვისაუბრებთ ტანკებზე. რა ტანკები გვაქვს ჩვენ, რა იქნებოდა კარგი რო ყოლოდა. აი ესეთ პოპულისტურ კითხვასაც დავსვამ ყველაზე მაგარი ტანკი რომელია მსოფლიოში. და მოკლედ ამ ტანკებზე ვილაპარაკებთ. მანამდე მადლობა ყველა ერთგულ გამომწერს და მაყურებელს, ასევე თქვენ ვინც აქტიურობთ კომენტარებში, ყოველთვის საინტერესოა თქვენი მოსაზრებების კითხვა, ასევე შეკითხვები რაც გაქვთ. წინა ეპიზოდში სწორედ თქვენს კითხვებს გქონდა პასუხები და კიდევ დავაგროვებთ კითხვებს და ინფორმაციას შემოგთავაზებთ. მოკლედ დავიწყოთ ახლა. გადავიდეთ ტანკებზე საუბარზე, ხო? რა არის ჩვენი ძირითადი ტანკი? ესე იგი, სხვათა შორის ახლა ვაკეთებ პირველი ნაწილი უკვე დავდე ჩემს YouTube-ზე 18-21 წლის რესპუბლიკის პერიოდს ეხება. მაგ პერიოდში ორი ტანკი ყავდა და საქართველოს ზოგადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ ტანკების ისტორია ტანკი როგორც ერთი საბრძოლო მანქანა კლასი იწყება სწორედ მაგ პერიოდიდან 1920 წელს გამოჩნდა ის ორი ტანკი. ბრიტანული მარკა ხუთები იმ პერიოდის ტანკები. პირდაპირ ბრიტანული ტანკები დაიწყება ჩვენ ქართული ტანკების. თეთრგვარდიელები იყვნენ მაშინ ბათუმში. თეთრგვარდიელებს ჩამოართვეს ჩვენებმა, რომლებიც ჩრდილო კავკასიაში აწარმოებდნენ საბრძოლო მოქმედებებს და მაგათ ჩამოართვეს დარიელიდან ჩამოიტანეს ეს სამხედრო გზით დაშლილი და თბილისში შემდეგ ნაწილობრივ აწყეს ეგ ტანკები, თუმცა დაშლილი მოიტანეს. დაშლილი ჩამოიტანეს ურმებით. ინჟინერებიც ყავდა ესე ის. საბრძოლო მდგომარეობაში ვერ მოიყვანეს, იმიტომ რომ ახალი თითქმის აწყეს, მაგრამ ბოლომდე ვეღარ მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე, რომ რაღაცა სერიოზული ეფექტი მოეხდინა მაგ იმაზე. სხვათა შორის ჩემი მეგობარი არის ისტორიკოსი დიტო სილაქაძე და წიგნი გამოსცა თებერვლის ტანკები. ვინც არის მაგ თემით დაინტერესებული, შეუძლია იყიდოს და მაგ თემაზე წერია საკმაოდ დეტალურად მოიზია სხვადასხვა საარქივო ისინი. შემდეგში ეგ ტანკები სხვათა შორის თბილისიდან რუსებმა გაიტანეს, მერე რაღაც პერიოდი საბჭოთა წითელ არმიაში მსახურობდნენ ეგ ტანკები და როცა ძალიან მოძველდა უკვე შემდეგში დადგეს რაღაცა პოსტამენტებზე და სტალინგრადთან იდგა ერთი. და აქედან წაღებული ძალიან ისე დიდი ისტორია აქვს. მე გერმანელები სტალინგრადს რომ მიუახლოვდნენ ეგ ტანკი წაიყვანეს. გერმანიაში ამსახველი ისტორია. ბერლინში იდგა მუზეუმში, სამხედრო მუზეუმში იდგა ბერლინში და უკვე 1945 წელს გამოიყვანეს ამ მუზეუმიდან და აყენეს ბერლინში ერთ-ერთ ქუჩაზე იდგა და როგორც დოტია ეს უძრავი საცეცხლე, ხანგრძლივი საცეცხლე წერტილი მასე ამუშავებდნენ და ეს ჩვენი ტანკები MK5-ები იყო დედალმამალი რა, დედალი ტყვიამფრქვევებით იყო შეარღებული. დედალმამალს იძახდნენ, მამალს ქვემეხებიც ჰქონდა ტყვიამფრქვევით. პირველად გავიგეთ და სად არის ეხა სად არიან? კაცმარცის, იმიტომ ბერლინ სხვათა შორის ფოტოებიც არის და რომელსაც არ გამომიგზავნი, ხო? არა, ეგ ფოტოები კი შემიძლია ჩაგიგდო, მაგრამ ჯობია ჯობია რომ ის ვიდეოს ლინკი დააგდო, ანუ ჩემს არხზე. არა, მაგ ვიდეოს ლინკს ზოგადად გიგას არხის ლინკი ყოველთვის არის აღწერაში, ამას სულ გიმეორებთ და ვისაც გაინტერესებთ ტექნიკის დეტალური აღწერა და მიმოხილვები გიგაზე საინტერესო არხს, რავი, ჩემი აზრით ვერ ნახავთ. შესაბამისად ეგ არხის ლინკი სათქმო უნდა იქნება. ეხლა ეტაპობრივად ვაკეთებ უკვე მეორე ნაწილს გავაკეთებ, მეორე ნაწილი უკვე შეეხება აბხაზიის ომის პერიოდს, T-55 ტიპის ტანკები, შემდეგ იქნება უკვე T-72 ტიპის პერიოდი და თანამედროვეობა და ეტაპობრივად ეს 3-4 ნაწილი იქ იქნება და ვინც არის დაინტერესებული თვალყური ადევნოს მაგ მიმართულებით. ხო, რაც შეეხება ამ ჩვენს თემას, ხო, მაგ პერიოდიდან იწყება ზოგადად ტანკების ისტორია ქართულ სამხედრო ძალებში, მერე საბჭოთა ოკუპაცია და 1991 წლამდე იმ პერიოდამდე სანამ დამოუკიდებლობას არ აღვიდგენდით, რა თქმა უნდა, საკუთარი სამხედრო ძალები არ გვყავდა, ხო? და უკვე მას შემდეგ რაც ზუსტად გამსახურდიას პერიოდში პირველი აღლუმი ჩატარდა, გვარდიამ ჩაიარა მარშით დინამოს სტადიონზე და 30 აპრილს შეიქმნა საქართველოს შეიარაღებული ძალები, თანამედროვე საქართველოს შეიარაღებული ძალები და ეგ ის პერიოდია, როდესაც პრაქტიკულად პირველ ეტაპზე არანაირი სამხედრო ტექნიკა არ ყავდა ქართულ სამხედრო ძალებს. მთელი რიგი სახეობების და გვარებების ჩამოყალიბება ვერ ხერხდებოდა იმის გამო, რომ ტექნიკა არ იყო რა, ეს ხო აღარ არის შუა საუკუნეების
ჯარი, რომელსაც რაღაცა ხმლებით დააკომპლექტებდი, ან მხოლოდ ავტომატებს ხო არ მიცემდი, გვარებები და სახეობები რო ჩამოყალიბო, თანამედროვე ჯარში სამხედრო ტექნიკა და მხარდამჭერი ზურგის ტექნიკა, საბრძოლო უზრუნველყოფის და უშუალოდ საბრძოლო ტექნიკა გჭირდება სხვანაირად ვერ იზო, ხო? და სანამ საბჭოთა მარაგები გადმოგვეცემოდა, აფხაზეთის ომის წინა პერიოდია, წინა კვირები, წინა თვეები, მანამდე სამწუხაროდ ეს თბილისის ომი იყო და მაგ პერიოდში რამდენიმე ცალი ტანკი ის დოსააფის ბაზებიდან გამოყვანილი რამდენიმე ცალი T-54 და T-55 ჩნდება თბილისის ქუჩებში, გამსახურდიას მომხრეების T-54, რომელსაც ეს მერიოტთან აფეთქებენ, ცნობილი სურათი რო არის, ყველას აქვს ნანახი და რამდენიმე ერთეული მეორე მხარეს რა. უკვე მაგ პერიოდში ჩინაგან ჯარებსაც ყავდა ერთი ცალი ტანკი, პირველ ოპერატიული ბრიგადას T-54B იყო, ნომერი 222 და ტანკები ფიგურებენ ასევე ტელევიზიასთან ეს გამსახურდიას მომხრეებმა ტელევიზიას რო შეუტიეს მაგ პერიოდში იყო სწორედ ეს პირველი ოპერატიული ბრიგადიდან ერთი ტანკი და რამდენიმე BTR გამოიყვანეს და აი მანდ ეგის პერიოდია, როდესაც პირველად ჩნდებიან უკვე ახალი მოპოვებული არ დამოუკიდებლობა აღდგენილი და პირველად ჩნდება ტანკები სხვა ეპიზოდებში, ხო? და ნუ შემდეგში ერთი ტანკი იყო კიდე რომელიც რუსთაველზე გადაადგილდებოდა, ეს T-55. შემდეგში უკვე იწყება სამუშაოები საბჭოთა მარაგების გადმოსაცემად, სამწუხაროდ მაგ პერიოდში თუ კი რამე სერიოზული და თანამედროვე შეიარაღების სისტემა იყო, რუსებმა ეტაპობრივად გაიყვანეს საქართველოდან და პრაქტიკულად არ გადმოგვცეს არაფერი. იმ თავის ბაზებზეც არ დაიტოვეს? არა, თავის ბაზებზე ნაწილი რჩებოდა სანამ გავიდოდა ბოლომდე. იგი ვაზიანის სამხედრო ბაზა იცი 90-იან წლების ბოლომდე რჩებოდა და 2000-იანების დასაწყისში გავიდა ვაზიანიდან. ვაზიანში მაგალითად ურაგანის ტიპის რეაქტიული სისტემებიც იყო და არც ერთი ცალი არ დაუტოვებიათ, ხო, ჩვენთვის რეაქტიული არტილერიის სისტემები, იგივე სკადის ტიპის ბალისტიკური რაკეტები იყო და იგივე სომხეთმა საბჭოთა პერიოდში სომხეთის ტერიტორიაზე არსებული სკადები დაიტოვა, ჩვენ ვერ დავიტოვეთ. გაიყვანეს დარიალიდან რუსეთში, ხო? იგივე ეხებოდა ტანკებსაც. საკმაოდ ბევრი ტანკი იყო საბჭოთა პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე და საკმაოდ დიდი ნაწილი იყო მაგათი T-72-ები რა. და მოხდა ისე, რომ აფხაზეთის ომის დაწყებამდე ჩვენ მოგვაკუთვნეს ახალციხის მე-10 კადრირებული დივიზიის სამხედრო ტექნიკა. ეს მე-10 კადრირებული დივიზია იყო, რომელიც თურქეთის მიმართულებაზე იყო პასუხისმგებელი და იქ არსებული ტექნიკის ნაწილი ავღანეთიდან იყო ჩამოტანილი, ავღანეთში ნაომარი ტანკები იყო და როგორ იყო, ანუ კადრირებული დივიზია იყო, 3 პოლკი იყო ამ დივიზიაში, პოლკებში იყო თითო სატანკო ასეული და ცალკე იყო სატანკო პოლკი ყავდათ კიდე რა. სატანკო პოლკიდან გადმოგვეცა ტანკების ნაწილი თვითონ ამ ჩვეულებრივი მოტომსროლილი პოლკები იყო, მაგ პოლკების ასეულებიდან. ეს ასეულები არ იყო დაკომპლექტებული ბოლომდე და მთლიანობაში შეხვდა 108 ცალი საბრძოლო კონფიგურაციის ტანკი T-55A და T-55AM-ები, ეგეთი მოდიფიკაციის ტანკები იყო და ეგ იყო ის ტანკები, რომლებიც აფხაზეთის ომის პერიოდში გამოიყენებოდა ჩვენი მხრიდან რა. პრობლემა პერიოდში რამდენი იყო? მაგას გეუბნები 108 ერთეული. 108 ერთეული ტანკთან ერთად სადღაც 200-ზე მეტი ჯავშანი ტრანსპორტიორი და KSM-ი გადმოგვცეს, ასევე შეჯავშნული გამწეები, MTL-ები, ნუ ეგეთ ჯავშან-სატანკო ტექნიკაში გადის, მაგრამ აიც ტანკებზე ვკონცენტრირდეთ და მცირე რაოდენობით ისევ რჩებოდა T-54 ტიპის ტანკები, ანუ ცოტა წინარე მოდიფიკაცია. ესენი საბჭოთა ტანკებია, T-54 არის პირველი მასიურად წარმოებული ტანკი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, T-54-ის ბაზაზე შექმნილი ტანკი არის და თავის მხრივ T-55 არის T-54-ის ბაზაზე შექმნილი. T-55 იყო სწორედ ის ტანკი სხვადასხვა მოდიფიკაციებში, რომელიც იქცა ძირითად საბჭოთა ტანკად, რომელიც ცივი ომის პერიოდში, ცივი ომის პირველ ეტაპზე, რომელთაც საბჭოთა სატანკო არმადები ემუქრებოდნენ ზუსტად ამ დასავლეთ ევროპას, ხო, ლა-მანშზე გასვლით და ასე შემდეგ, რომ მიდიოდა საუბარი, რომ საბჭოთა კავშირში რაღაცა 20,000 ტანკი ყავს და ასე შემდეგ, სწორედ ამ T-55-ებზე იყო საუბარი, ხო, სანამ T-72-ებზე გადაეწყობოდა ეტაპობრივად, ხო, შუაში T-72-ები იყო, მერე T-72-ებზე გადაეწყდნენ. ესე იგი, ამ T-55-ების ნაწილს რესურსი გასული ჰქონდა, თუმცა მაინც გამოდგებოდა ომში გამოყენებისთვის და აფხაზეთში შეიყვანეს ესენი ეტაპობრივად გადანაწილდა სხვადასხვა ქვედანაყოფებზე. დიდი პრობლემა იყო ტანკისტები, პროფესიონალი ტანკისტები, რაც აი ტექნიკის მიღების დღეებიდანვე ჩანდა და ომის ბოლომდე რა, ნუ როგორც ყველა სხვა მიმართულებაზე პროფესიონალი ტანკისტები რაღაც მხრივ ხერხდებოდა სიტყვაზე აი აფხაზეთის ომი რო დაიწყო უკვე ტექნიკის რაღაცა ნაწილი ჯერ კიდე ბოლომდე არ იყო მიღებული რა, მას რო T-55-ის და ტრაქტორისტების მოგროვება დაიწყეს, რომ ძღოლ მექანიკოსების
ადგილი მაინც დაეკომპლექტებინათ ამ ტანკში, რომ ფიზიკურად წამოიყვანათ ეს ტანკები რა. და თვითონ საბრძოლო ექსპლუატაციას უშუალოდ ომის დროს ძალიან ისეთი ხშირად უშვებდნენ შეცდომებს, გამოდიოდა მწყობრიდან ტანკები, იმიტომ რომ ხალხი ხშირად იყო ეკიპაჟები დაკომპლექტებული, ხალხი twins არ იყვნენ რა პროფესიონალი ტანკისტები და ტანკი რთული საბრძოლო მანქანაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს T-55 დიდად კაპრიზული ტანკი არ არის, მაინც უხეშ მოპრობაზე და ექსპლუატაციაზე არის გათვლილი, მაინც მწყობრიდან გამოდიოდა ქვემეხები, ძრავების ავალი ნაწილი ხშირად რაღაც დონეზე ახერხებდნენ შეკეთებას აფხაზეთში, თუ აფხაზეთში ვერ ახერხებდნენ, თბილისში იგზავნებოდა და აქ არემონტებდნენ, თუმცა როგორც თემარიც აფხაზეთის ომი იყო ისეთი ომი, თავის რელიეფიდან გამომდინარე, ძალების კონფიგურაციებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სადაც რაღაცა დიდი სატანკო ბრძოლები, რა თქმა უნდა, არ ყოფილა და არც მცირე სატანკო ბრძოლები ყოფილა დიდად, ხო? შესაბამისად ჩვენი მხრიდან ეს ტანკები გამოიყენებოდა მოძრავ საცეცხლე წერტილებად, ანუ მოძრავ საცეცხლე მხარდაჭერის საშუალებებად. იქ რაღაც სატანკო გარღვევით ოპერაციებს ვერ ჩაატარებდი, ხო, რომ სკდომოდა და არც იყო დიდად საჭირო, ხო, ალბათ. შესაბამისად ის რომ რაღაცა ცუდი ტანკების გამო წავაგეთ ომი ან აბრამსები რო ყოლოდა აფხაზეთში აი გადამწყვეტად მოვიგებდით ვაგონს ეგრე არ იყო. ანუ T-55-ები არ ყოფილა ვაგონის წაგების თავი მიზეზი, ხო, ესეთი ის გავაკეთოთ შეფასება. უკვე აფხაზეთის ომი რო დამთავრდა, ანუ გარკვეული რაოდენობა ტანკების წყობრიდან რო გამოდიოდა აფხაზებმაც ჩაიგდეს ხელში და დღემდე იყენებენ ნაალაფარ ჩვენგან სტრაფენის რო ძახიან ნაალაფარ ტანკებს და რაღაცა რაოდენობა ტანკების რჩებოდა აფხაზეთის ომის პერიოდში და ეს თუ არ ვცდები იყო სადღაც 50-60 ერთეულის ფარგლებში იყო უკვე 2000-იანი წლების დასაწყისისკენ რა. 2000-იან წლებამდე მოხდა ესეთი ფაქტი, რომ აფხაზეთის ომის შემდეგ ეს იყო 94-96 წლები, დამატებითი შეიარაღება კიდე გადმოგვეცა ვარდიკო ნადიბაიძის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში განსაკუთრებით. ვარდიკო ნადიბაიძის პერიოდში რუსებმა დამატებით გარკვეული შეიარაღება გადმოგცეს და ესენი იყო T-72 ტიპის ტანკები 31 ცალი, რომელიც ახალქალაქიდან ჩამოიყვანეს, ახალქალაქის ბაზიდან გადმოგვეცა. და სხვა ტიპის საარტილერიო სისტემები, მათ შორის 1 ცალი პიონი, 1 ცალი მსტაესი, 11 ცალი მსტაბ, ბუქსირებადი ჰაუბიცა და 3 ცალი გიაცინტ B, რომელსაც დღემდე იყენებს ჩვენი საარტილერიო ქვედანაყოფები, ხო, საარტილერიო ბრიგადები და ასე შემდეგ. და რაღაცა გარკვეული რაოდენობის D-30 ჰაუბიცები იყო და ნუ მაგის მერე ახლა რუსეთს რაღაც მნიშვნელოვანი ნიმუშები სამხედრო ტექნიკის ჩვენთვის აღარ გადმოუცია და 2003 წლამდე პრაქტიკულად ხო 2001-2 წლებში იყო ესეთი 2002 წელი იყო თუ ვსწრები ჩეხეთიდან ვიყიდეთ კიდევ T-55 AM2-ები, რომელიც T-55-ის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოდერნიზებული ვარიაცია იყო. ახალი ცეცხლის მართვის სისტემით, ცოტა გაძლიერებული ჯავშნით და ასე შემდეგ. ეს T-55 AM2-ები 11 ერთეული, T-55 AM2 და 1 ცალი სარემონტო მანქანა იყო, PTS-4 იყო ესენი. მაგ დროისთვის ფასები როგორი იყო, ანუ რა ღირდა? როგორც სხვადასხვა მახსოვს მაგის ფასი და $38000 იყო ერთი ტანკი ნაკედი. კაი მანქანის ფასია. 38 არაფერი არ არის იმასთან შედარებით სადაც დღეს ხის, ხო? 38-40000 ეგ გაეროს რეესტრში დაფიქსირდა და ბევრგან იყო ეგ ფასები დაფიქსირებული და ტექნიკის რაოდენობაც სხვათა შორის არ მახსოვს რომ ადრე ვიღაცას შეეშალა და მაგ პერიოდში მთლიანობაში ხო 12 მანქანა იყო, ერთი სარემონტო BTS-ი და ერთი სარემონტო საევაკუაციო და 11 ტანკი და ამ 12-ს ვიღაცამ ერთი 0 მიუწერა და იმ პერიოდში ვარირებდა ფართოდ ეს მოვლენა რომ 120 ტანკი იყიდა საქართველოს ჩეხეთიდანო და ეს რუსეთი გვადანაშაულებდა კოტების დარღვევაში 220 ერთეული ტანკის ყოლა შეგვეძლო მხოლოდ და აი უცებ 120 ტანკი იყიდეს და არა და 12 ცალი მანქანა იყო რეალურად ეგ. დღემდე რჩება სხვადასხვა შორის T-55 AM2-ები ახალციხეში ორფოლოზე 220-ზე? 100 ცირე ნაწილი 12-დან ნაწილი რჩება სასწავლო ცენტრში. აი და მე უკვე შემოდის ხო და ეხლა რა ხდება? ანუ ბევრს აინტერესებს ხოლმე ხო ეს რაოდენობა დღეს არაფერი აღარ არის უკვე დღეს დიდი ხანია გასული და არაფერი მან საიდუმლო აღარ არის 90 ერთეული გამართული ტანკი ყავდა მთლიანობაში თავდაცვის მინისტროს 2003 წლის მდგომარეობით ანუ აი ვარდების რევოლუციამდე წინა პერიოდში ხო და ნუ ნაწილი KSM-ებიც იყო გარკვეული რაოდენობა BTR-ები სხვადასხვა მოდიფიკაცია და ასე შემდეგ და უკვე ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში დაიწყო უკვე ტექნიკის შესყიდვა. სანამ მაგაზე გადავალთ, შენ რქონია რამე შეხება საერთოდ ტანკთან ერთობლივი სწავლება? მე მგონი კითხვა მქონდა უკვე წვნების დროს იყო.
ანუ უშუალოდ ტანკთან შეხება ერთხელ სწავლებაზე ქონდა ის რომ ტანკებს ესე გვაწვენდნენ და ტანკები გადადიოდა ჩვენ თავზე და ეგ იყო ანუ მარტო კინოში შეხება მართლაც ხდება ყველაზე ახლოს შეხება ეგეც საშიშია მართლა ქვემოცოლა ქვეითის ფსიქოლოგიური ამ ხოლმე კინო რო გადაგდის თავზე მაგრამ ნუ არაფერი ხო იცი რომ სავარაუდოდ კარგი მძღოლიზის სავარაუდოდ მაგას ბევრად ნაკლებია რისკი ვიდრე ესე ტანკს უკან რომ იყვები განსაკუთრებით საბრძოლო სიტუაციაში შეიძლება უკან დაიხიოს და მერკავებს უკან ყურმილი მაგიტო აქვს უბრალოდ რომ გარედან ქვეითებმა ელაპარაკონ შიგნით რა შეგახსენებთ თუ კი არ ხარგავთ გამოწერილი ახლა გამოიწოდოთ არხი და ლაიქოთ ვიდეო გაზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში იაქტიურეთ კომენტარებში გადავიდეთ ხო ნელ-ნელა უკვე იმ პერიოდზე როდესაც ხდება შეიარაღების ასე ვთქვათ სწრაფი შეიარაღება მოკლედ მანამდე მნიშვნელოვანი თემა რა არის 90-იანების შუა პერიოდში რო გადმოგვეცა ეს რუსული მხრიდან ხო ეს ახალქალაქიდან T-72-ების ერთი ბატალიონი ესენი იყო T-72-B-ები და B-1 მოდიფიკაციები იმ პერიოდში საკმაოდ თანამედროვე მოდიფიკაციებიც ითვლებოდა T-72-ებში და ზუსტად მაგ ტანკებით დაკომპლექტდა მე-11 მექანიზებული ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონი და ეგენი გადამზადდნენ სწორედ GTP-ის პროგრამის ფარგლებში აი იმ ფარგლებში ეს კომანდოს ბატალიონი შავნაბადა და ისინი მომზადდა და ეგ-1 ბატალიონი T-72-ები და BMP-1-ებით იყო დაკომპლექტებული ეგ ბატალიონი საკმაოდ სერიოზულ ძალად ითვლებოდა იმიტომ რომ კარგი სწავლების პროგრამა ჰქონდათ გავლილი ამერიკელი ინსტრუქტორებისგან და მაგ პერიოდის ამერიკაში სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო რო ავიღოთ ერთ-ერთი ყველაზე მომზადებული და მაღალი დონის ჯავშანსატანკო ბატალიონად ითვლება. ამერიკელმა რა საიდან იცოდნენ ამ საბჭოთა ტანკების? ანუ ტაქტიკას ასწავლდნენ და თვითონ ტანკების სპეციალისტები ხა თვითონ T-72 სპეციალისტები ჩვენთანაც იყვნენ ხა ძველი ტანკისტები და ამერიკელები ალბათ ძირითადად უფრო ასწავლიდნენ ტაქტიკას თორე ხა ქართველ ტანკისტებთან შედარებით უფრო კარგად T-72 ანუ არა მექანიკას, არამედ უშუალოდ საბრძოლო ხო, ტანკების გამოყენება ტაქტიკა, ბრძოლის ველზე და ქვედანაყოფის ურთიერთმოქმედება, ქვეითებთან ერთად მუშაობა და ასე შემდეგ და ეგ-1 ბატალიონი ეგ 30-31 წელი იყო სადღაც T-72 სერიოზულ ძალად ითვლებოდა მაგ პერიოდში და უკვე შემდეგ ეს ვარდების რევოლუციის პერიოდი, როდესაც აი რაღაცა წყალგამყოფივით არის მანამდე პერიოდი და მე ხო შეიარაღების შესყიდვაზე როცა საუბრობთ ან შეიარაღებული ძალების აღმშენებლობაზე და იწყება უკვე შეიარაღების შესყიდვა ტანკების კუთხით უკრაინიდან და ჩეხეთიდან T-72-M-ები, ცოტა ძველი მოდიფიკაციები ამ პერიოდში შიშველ ტანკებს რო ეძახდნენ, ხო? დინამიური დაცვის ელემენტების გარეშე 70-ზე მეტი ეგეთი ტანკი იქნა შეძენილი და ალბათ დაახლოებით ეგეთი რაოდენობა იქნებოდა, რაც უკრაინიდან შემოვიდა. უკრაინიდან იყო T-72-B-ები მცირე ნაწილი და T-72-AV-ები. ესეც დინამიური დაცვის ელემენტებით ორივე და მოხდა ისე, რომ 2008 წლის ომამდე ქართული ტანკების რაოდენობამ თითქმის 200-ს მიაღწია რა T-72-ებზე არის ოღონდ საუბარი T-55 ტიპის ტანკები რომელიც მანამდე ბრიგადების შეიარაღებაში იყო მაგ პერიოდში მთლიანად იყო გადასული უკვე სასწავლო დანიშნულებით რა ომამდე პერიოდში და ფასები აქაც როგორ არის იგივეა თუ იზრდება იყო სხვა ინფორმაციები მაგ პერიოდისათვის რა აფასებში ყიდულობდით მაგ ტანკებს და მაგალითად უკრაინიდან იუშენკოს პერიოდი იყო უკრაინიდან T-72-AV-ები სადღაც 200-220,000 ფარგლებში იყო ნაყიდი ეგ ტანკები რა და საკმაოდ კარგი ფასია ეხლა დღეს მაგ ფასად T-72-ს ვეღარ იშოვი რა მასეთი მოდიფიკაციისას რა და მოდი ახლა რა ტანკია ეს T-72 ეგ გითხარი ხო T-72 არის ნუ საბჭოთა წარმოების ცივი ომის პერიოდის ტანკი თუ ფესვები 60-იანი წლებიდან იწყება მაგისი მაგრამ ნუ შეიარაღებაში პირველი ნიმუშები უკვე შედის 70-იან წლებში ხო და 1970 T-72-ზე გადმაგიტო ქვია რომ პირველი ნიმუშები მაგ პერიოდში შევიდა უკვე შეიარაღებაში მაგრამ 1974 წლიდან იწყება უფრო განსაკუთრებით პირველი მოდიფიკაციების მიწოდება ჯარებში ტექნოლოგიურად T-72 არის გაიაფებული გამარტივებული ვარიაცია T-64-ისა რომელიც ხარკოვის სატანკო ქარხანაში იწარმოებოდა და თავის მხრივ T-72 აქეთ იწარმოებოდა რუსეთში ნიჟნი-ტაგილში რა T-64 უფრო კარგი ტანკია საერთოდ ჯამში უფრო მანევრული ზოგადად უფრო კარგი ტანკია ვიდრე T-72 შეიძლება ამის თქმა ეხლა აი უკრაინაში თუნდაც მათი საბრძოლო ექსპლუატაციიდან მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით
მაგრამ T-72 მარტივი იყო შედარებით უფრო წარმოებაში და იქცა იმ მასიურ ტანკად, რომელიც ცივი ომის ბოლო პერიოდამდე იყო საბჭოთა არმიის ძირითადი ტანკი და რომელზეც იყო დაფუძნებული ამ საბჭოთა სახმელეთო ნაწილების შეტევითი ოპერაციები დიდწილად რა. T-72-მდე ძირითადი ტანკი მაინც აი T-72 იყო. T-74 დასავლეთ ევროპის მიმართულებაზე იყო უფრო გათვლილი სამუშაოდ რა და T-72-ები უფრო აი კავკასიის მიმართულებაზეც ყავდათ, ციმბირის მიმართულებაზეც და ასე შემდეგ. და T-74-ის გაგრძელებად იქცა T-80 ტიპის ტანკები და T-72-ის ტექნოლოგიურ გაგრძელებად შეიძლება ჩავთვალოთ T-90 ტიპის ტანკები. T-72 დღემდე რუსული არმიის ძირითადი ტანკი არის და რაც ჰქონდათ დაგეგმილი idეაში, ომად შეაჩერა ნაწილობრივ, მაგრამ რაც ჰქონდათ დაგეგმილი, რომ T-90 გამხდარიყო ძირითადი ტანკი, გარკვეულწილად მაინც არ გამოვიდათ რუსებს ეგ და ის დიდი რაოდენობა T-72-ებისა და მათი მოდერნიზებული ვარიაციები T-72B-3-ები რაც არის, იქცა იმ ძირითად ტანკად, რომელიც აი უკრაინაში ომის დაწყებამდე იყო რუსული სახმელეთო ნაწილების, რუსული მოტომსროლელი და მექანიზებული ბრიგადების სატანკო ბატალიონებში, ხო? ბევრი მოდიფიკაცია აქვს ზოგადად T-72-ს, მაგრამ აი ავიღოთ ჩვენ რაც გვაქვს მაგაზე ვილაპარაკოთ. ხო, ჩვენ რაც გვაქვს, აი T-72B-ები და B-1-ები, რომელიც 90-იან წლებში გადმოგვეცა. T-72 არის საშუალო წონითი კატეგორიის ტანკი. აქვს ჩვეულებრივი კლასიკური აგებულება, ტანკის ჩვეულებრივი კლასიკური აგებულება, 360 გრადუსით ბრუნავი კოშკურა, ჩვეულებრივად მუხლუხოებიანი საბრძოლო მანქანა. ეს T-72 მოიაზრება 40-დან 45 ტონამდე კატეგორიის წონით კატეგორიაში, ან ტანკებში, საშუალოებშიც კი წონითი კატეგორიებია, მსუბუქებშიც და მძიმეებშიც და T-72 სხვადასხვა მოდი, აი ყველაზე დამძიმებული T-72 რაც დღესდღეობით გვხვდება ბრძოლის ველზე, შეიძლება რაღაცა მაქსიმუმ 47-48 ტონამდე ადიოდეს, ეგეც თანამედროვე ძრავით უნდა იყოს რა. შედარებით უფრო განახლებული ძრავით გააჩნია რომელი მოდიფიკაცია, ახალ რუსულ T-72-ებს შედარებით მოდერნიზებულებს უფრო ძლიერი ძრავები უყენია, მათ შორის 1200 ხენის ძალიანი ძრავებითაც არის. ესე იგი, ქვემეხი ძალიან ბევრ დეტალებზე რო არ წავიდეთ, ქვემეხი 125 მმ-იანი გლუვლულიანი ქვემეხი 2A56 და მისი მოდიფიკაციები, ჭურვების თავის მხრივ გლულურიან ლულაზე გათვლილი ჭურვები, სამი ძირითადი ჭურვი აქვს, ეს არის მსხვრევად ფუგასური, სტანდარტული სატანკო მსხვრევად ფუგასური ჭურვი, ქვეკალიბრულები, ლომიკებს რასაც ეძახიან, ქვეკალიბრული 125 მმ-იანი ჯავშანგამტანი ჭურვი და კუმულაციურები, რომელსაც ჯავშან ტექნიკის წინააღმდეგად შეიძლება გამოიყენო, კუმულაციურები და საცეცხლე წერტილების ჩასახშობათაც, ხო? T-72-ზე ახლა რო თქვა რომ რაღაცა დიდად კარგი ტანკია მეთქი ეგრე არ არის, მაგრამ მუშა ტანკი არის და ექსპლუატაციაში და შესანახად შედარებით იაფი არის, მაგრამ არ უნდა შევადაროთ რაღაცა თანამედროვე ტანკებს, აბრამსებს, ლეოპარდებს და ასეთ ტანკებს. ეკიპაჟი 3 კაცი არის, დასავლურ ტანკებისგან განსხვავებით საბჭოთა მიდგომები ტანკების მშენებლობაში ცოტა სხვანაირად განვითარდა, დასავლური სატანკო სკოლაში სხვანაირად განვითარდა, ჯერ კიდევ მოყოლებული იმ პერიოდიდან, როცა ტანკები პირველად გამოჩნდა, ხო, 1916 წელს ბრძოლის ველზე. ესე იგი, საბჭოთა ტანკებში ამ T-55-ის მერე ოღონდ რა, T-74-ში, T-72-ში, T-80-ში, T-90-ში სამკაციანი ეკიპაჟი არის, მძღოლ მექანიკოსი, მეთაური კოშკურაში მარჯვენა მხარეს და მარცხენა მხარეს მემიზნე ოპერატორი და ტანკებს აქვს ავტომატური დამტენი მექანიზმი კარუსელის სისტემაზე დაშენებული და ჭურვები არის მოთავსებული კოშკურის ქვემოთ, ანუ მთელი ეკიპაჟი, მძღოლ მექანიკოსის გარდა, მემიზნე ოპერატორი და მეთაური ზიან ამ ჭურვებზე რა. შესაბამისად ამ საბჭოთა რუსული ტანკებისთვის დამახასიათებელი არის, რომ კუმულაციურმა ან სიტყვაზე ქვეკალიბრულმა ჭურვმა თუ გახვრიტა ტანკის ჯავშანი და შიგნით მოახდინა განსაკუთრებით ეს კუმულაციურებს ეხება, მოახდინა შიგნით საბრძოლო მასალის დაზიანება, პირველ რიგში ეს ეხება დენთის მუხტებს, იმიტომ რომ T-72 პატარა ტანკია ზოგადად ზომი და აქვს განცალკევებადი გასრულები, რომელიც იტენება ჯერიდება ჭურვი, მერე იდება მუხტი, დამტენი კარუსელით. დასავლურ ტანკებში არის უნიტარული გასრულები, ან ჭურვი არის ჩასმული ჰილზაში. ჰილზა ნაწილობრივ იწვება, ქვედა პადონის გარდა, ძირის გარდა ძირითადი ნაწილი იწვება აბრამსებში მაგალითად და ხდება გასვლა. T-72-ში პირიქით არის ჭურვი მთლიანად ცალკე იდება ჭურვი, მერე იდება მუხტი, მუხტის ქვედა
ნაწილი, რკინის ნაწილი გაქვს შენს მგონი ნანახი, რაც არის 125 მმ-იანი ჰილზ, აი დაბალი ჰილზები აქვს დაახლოებით ესეთი არის სიმაღლეში. ეგ რჩება, რომელსაც მე უკან აგდებს და მოკლედ მუხტი ცალკე არის და მუხტის აალება თუ მოხდა, ტემპერატურა მომენტალურად მატულობს კოშკურაში და ახდენს შემდეგში უკვე ჭურვების დეტონაციასაც და მაგით ახასიათებს საბჭოთა რუსულ ტანკებს ეს კოშკურიდან ცეცხლის ამოფრქვევა და შემდეგში აფეთქების შემთხვევაში კოშკურა მთლიანად ძურება ან იშლება ტანკი. ანუ სიცოცხლის უნარიანობა საბჭოთა ტანკებს ბევრად უფრო დაბალი აქვს და ბევრად ნაკლებია ნაფიქრი ეკიპაჟის გადარჩენაზე. ეგ ტექნოლოგია ამ 90-ებშიც არ გამოასწორეს? არა, იგივე არის 90-ებშიც უბრალოდ ჭურვების განლაგება რაღაც დონეზე შეცვლილია, რომ თითქოს და გაუმჯობესებული არის საიმედოობა, მაგრამ არის T-72-ისაც არის, ლონდონის ექსპერიმენტულები იყო, ხარკოვის ქარხანას ჰქონდა და T-90-ებშიც არის, როცა საბრძოლო მასალა ნაწილობრივ გარეთ არის გატანილი, ანუ კოშკურის უკანა მხარეს, როგორც დასავლურ ტანკებში. მე როგორც მახსოვს, ჩვენს T-72-ს რაღაცა მოდერნიზაცია გაუკეთეს ღამის ხედვის თუ სწორედ არ მახსოვს. ხო, ეგ იყო T-72-ის SIM-1-ის მოდერნიზაცია, რომელიც ისრაელის კომპანია Elbit Systems-თან ერთად ჩატარდა. TISAS-ი ქვია მაგ ცეცხლის მართვის სისტემას, პოლონურ ებრაული ცეცხლის მართვის სისტემა არის, რომელიც ჩვენს T-72-ების ნაწილში ჩამონტაჟდა ამ SIM-ის მოდერნიზაციის ფაზაში. ომამდე ჯერ კიდე. ამ SIM-1-ის მოდიფიკაცია არ მოიაზრებდა ჯავშანში მოდერნიზაციას, ჯავშანი იგივე დარჩა ტანკებს, თუმცა ცეცხლის მართვის სისტემაში დაემატა ბალისტიკური გამომთვლელი, ბალისტიკური კალკულატორი შეგვიძლია დავარქვათ, მაგრამ უფრო ბალისტიკური გამომთვლელი არის. მემიზნე ოპერატორთან დაემატა სითბოვიზორი, სითბური ღამის ხედვისთვის, მაგრამ დღისითაც შეიძლება ჩვეულებრივად გამოიყენოს სითბოვიზორი, დღისითაც კარგი არის და ღამითაც. ამ სითბოვიზორიდან გამოსახულება მიეწოდებოდა როგორც მემიზნე ოპერატორს, ასევე თხევად კრისტალურ მონიტორზე მეთაურსაც. დაემატა ასევე თერმული ხედვის კამერა, სითბური ხედვის კამერა წინ მძღოლ მექანიკოსთანაც ტრიპლექსის ადგილზე შეიძლება დააყენო. დაემატა ჩაყენდა ტანკში ჰარისის სისტემის რადიოსადგური, დაუყენდა ტანკს GPS-ი, ლულის და კოშკურის კუთხის მძომი ინკლინომეტრები არის ესეთი პატარა ელემენტები, რომელიც დაუყენდა და ამის საშუალებით უკვე უპრობლემოდ პროგრამულად შეგეძლო ტანკი ფენილი ტრაექტორით გესრულა შორმანძილებზე. ტანკების ნაწილზე მოხდა ასევე გარკვეული მოდიფიკაციები, იმიტომ რომ სხვადასხვა მოდიფიკაციის, დაახლოებით 4 მოდიფიკაციის T-72 გვხვდება, 5 მოდიფიკაციის T-72 გვხვდება დღემდე ჩვენ ჯარში და მაგ მოდიფიკაციების ნაწილს შეეძლო მართვადი რაკეტების სროლაც და მოხდა მართვადი რაკეტა უკრაინული კომპატები იყო ეგეთი, რომელიც უკრაინიდან მოხდა ომამდე მაგათი შესყიდვა და 125 მმ-იანი მართვადი რაკეტები ძალიან ძლიერი რაკეტები არის და ტანკის ლულიდან გაშვებადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტაა. და მაგათ ინტეგრაცია მოხდა გარკვეულ ტანკებზე რა. SIM-1-ის პროგრამით მოდერნიზებული ტანკები მაგ პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე მოდერნიზაციად ითვლებოდა T-72-ებში. კავკასიაში ხლა ასეთი ტანკები არ ყავდა, არც რუსებს ყავდათ ეგეთი მოდერნიზებული ტანკები შილო კავკასიაში. დაახლოებით ცეცხლის მართვის სისტემის და მოდერნიზაციის იმ ელემენტებით ტუარდის ტიპის ტანკებს წააგავდა ეს, თუმცა ტუარდიზე შეჯავშნის ნაწილიც მოდერნიზებული იყო. ჯავშნის ნაწილში ხლა არაფერი არ შეცვლილა, უბრალოდ ტანკების ნაწილზე, რომელიც შედარებით რა შიშველი ჩამოვიდა ჩეხეთიდან, არ ქონდა ხო ეს დინამიური დაცვის ელემენტები, ეს კუბიკები რო აყენია ხოლმე ტანკის გარეთ. ეგენი დაემატა ჩვენთან. მაგის მოდერნიზაციის პროგრამა ჩატარდა ტანკს არემონტო ქარხანაში. მე რამდენადაც ხუცება გადმოგცა, როცა ბაზები გადიოდა ხო? ანუ ჩვენ მაყურებელს უმრავლესობას ალბათ ეცოდინება, მაგრამ აი მე დინამიური დაცვის ელემენტებს რო ავხსნათ, რა არის, როგორ მუშაობს? დინამიკური დაცვის ელემენტი, დინამიური სახე ახორციელებს, დინამიკური დაცვის ელემენტი. ეს არის ტანკის ძირითადი ჯავშნის დამატებითი დაცვის ელემენტები, რომელიც დღესდღეობით უკვე 5 თაობაში არსებობს. კონტაქტ 1, საბჭოთა კონტაქტ 1, რომელიც პირველად T-72-ებზე გამოჩნდა, T-72 AW-ებზე გამოჩნდა. ეს არის პირველი თაობა, შემდეგში შეიქმნა საბჭოურებზე რო ვილაპარაკოთ, შემდეგ შეიქმნა კონტაქტ 5, მერე შეიქმნა რელიქტი, შემდეგ შეიქმნა ყველაზე ესეთი თანამედროვე რაც ახლა აქვთ მალახიტი არის, რომელიც იმაზე აყენია. და როგორ მუშაობს? როგორ იცავს? როგორ მუშაობს, ანუ სხვადასხვა დონეებზე მუშაობს და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალის წინააღმდეგ არის გათვლილი. თანამედროვეები ყველა ვერზე მუშაობს, მაგრამ ეს კონტაქტ 1-ები
ძველები რაც არის. ეგ არის ერთ საფეხუროვანი დინამიკური დაცვის ელემენტები. ეს კუბიკები შიგნით არის ჩასმული ერთი ჰორიზონტალურად, უბრალოდ ვერტიკალურად განთავსებული და მეორე 45 გრადუსიანი კუთხით, დაახლოებით 45 გრადუსიანი კუთხით განლაგებული ფეთქებადი ფიტფიტები, რომელშიც შიგნით არის პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერება. კუმულაციური ჭურვის დაჯახების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კოლოფის გარდა ნაწილზე კუმულაციური ჭურვის დაჯახების შემთხვევაში ამოქმედება კუმულაციური ჭურვი, აი RPG-შვიდის ჭურვი წარმოვიდგინოთ. წარმოიქმნება კუმულაციური ჭავლი. კუმულაციური ჭავლი რა არის? პლაზმურ მდგომარეობაში გადასული ფეთქებადი ნივთიერების დეტონაციისას წარმოქმნილი პროდუქტები, რომელიც ჯავშანზე დაჯახების შემთხვევაში ჯავშანზე ეჯახება ძალიან მაღალი სიჩქარით და ჯავშნის გადნობას კი არა ახდენს როგორც ბევრს გონია, არამედ ახდენს ამ ჯავშან მასალის საჯავშნე ფოლადის ატომური მესერისებური სტრუქტურა ხო აქვს ამ ფოლადს ზოგადად ატომების მესერების დონეზე ახდენს ჯავშნის რღვევას. ანუ დაახლოებით ეს რაღაც რო ავიღოთ თუნუქის ფურცელი რო ავიღოთ ეს თითქელი და დანა რო ჩავარჭოთ ძლიერად რა. დაახლოებით ეგეთი პრინციპით აკეთებს ტანკის ჯავშნის გახვედას რა. შესაბამისად, დინამიური დაცვის ელემენტზე დეტონირებული კუმულაციური ჭავლი საპასუხო დინამიური დაცვის ელემენტებისგან იღებს საპასუხო აფეთქებას, იმიტომ რომ ჭავლი ეხება ამ ფეთქებად ნივთიერებას, როგორც წესი აქ პლასტიდი გამოიყენება ხოლმე შიგნით და საპასუხო აფეთქებით ეს ფირფიტები, ორი ფირფიტა ეჯახება კუმულაციურ ჭავლს და საუკეთესო შემთხვევაში 30-40%-ით აქვეითებს ჯავშანგამტანობის მაჩვენებელს რა. მაგალითად, თუ ჭურს აქვს გარანტირებულად სიტყვაზე მონოლითური ფოლადის ფილაზე დაჯახების შემთხვევაში 1000 მმ ჯავშანგამტანობა, ხო? 40%-ით შეაქვეითებს და სადღაც დააკლდება ჯავშანგამტანობას 400 მმ და რჩება 600 მმ. რეალურად ბევრად უფრო ნაკლებია ხოლმე ტანკსაწინააღმდეგო ჭურვების შემთხვევაში ხა 1000 მმ-ის გახვეთა შეუძლია ისიც რაღაცა როგორც კორნეტის მოდი ახლა ტროტილი არ არის. ტროტილი არ არის, შიგნით პლასტიდი არის. ტროტილი არ არის ისეთ ფეთქებად ნივთიერება, რომელიც ეგეთ რაღაცებში გამოიყენება. სუფთა ტროტილი ზოგადად საბრძოლო მასალებში, უფრო ნაღმებში და ესეთ რაღაცებში. ბევრი ტროტილია ნამდვილად ტანკებზე და ანუ ბევრი ზოგისგან გამიგია რაღაცა ფეთქებადი ქობინები არის, ვარდა ქობინი საერთოდ სხვა რაღაცა. ეს არის მოდი ახლა ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რა ტანკი გამოადგებოდა საქართველოს ამ რელიეფიდან და სიტუაციიდან გამომდინარე. მოდი T-72-ზე ფერი არ დაგვრჩა? თუ დაგვრჩა. მოკლედ T-72-ები 2008 წლის ომის დროს ჩვენს ბრიგადებში, სატანკო ბატალიონებში ძირითადი ტანკი და განსაკუთრებით მეორე ბრიგადის სატანკო ბატალიონმა კარგად იმუშავა მან და საკმაოდ სერიოზული მიზნები გაანადგურა დიდი რაოდენობით, განსაკუთრებით ღამით სითბური სიმებმა გაამართლა. რაღაცა დიდი სატანკო ბრძოლები არ ქონია, იმიტომ რომ ომი მალე მორჩა, ხო? სამწუხაროდ ტანკების დანაკარგი რაც მივიღეთ 2008 წლის ომის დროს, ეს დღემდე ბევრს საინტერესებს ხოლმე, სადღაც 65 ტანკი დავკარგეთ და მაქედან უშუალოდ ბრძოლაში ძალიან მცირე რაოდენობა, ალბათ 10-ზე ცოტა მეტი დაიკარგა რაც 12. ორი იყო უშუალოდ ცხინვალში, ძმები რო დაიღნენ. ხო, კი, მაგრამ რომელაშვილები. მაგის გარდა ცხინვალში და ცხინვალთანაც რამდენიმე ტანკი კიდე განადგურდა საბრძოლო. იყო შემთხვევები ღამით -24-მაც აფეთქა ორი ერთეული T-72 ნიკოსთან. მოკლედ მთლიანობაში 65 ტანკი დავკარგეთ და მათი ნაწილი იყო გორიდან რაც გაიყვანეს. ნაწილობრივ მწყობრიდან გამოსული ტანკები იყო ესენი გორის ცალკეული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ტანკები რა. ზოგს რაღაც დაზიანება ჰქონდა, ზოგს რაღაც მწყობრიდან გამოსულ, ზოგს ძრავზე ჰქონდა პრობლემები და იმ ტანკების ნაწილი გაიყვანეს და გორში ზემოთ პოლიგონი იყო მაქეთ აფეთქეს რუსებმა. მინდორში ნაწილი წაიყვანეს და ეს კუბინკაზე ჰქონდათ გამოფენილი და ნაწილი ცხინვალის რეგიონში დატოვეს რა. ანუ მთლიანობაში ეგეთი დანაკარგი იყო, თუმცა დღემდე T-72 რჩება ჩვენს ძირითად ტანკად. მას მე რაღაცა ტანკები ახლა ომის მერე აღარ გვიყიდია ფაქტიურად, არც რამე სერიოზული მოდერნიზაცია არაფერი ჩატარებია და ეს T-72-ები ახლა რჩება მანამდე სანამ რესურსი ბოლომდე არ გაუვა და შემდგომში ალბათ სხვა ტანკზე უნდა გადავიდეთ რა დასავლურ ტანკებზე და ბუნებრივად მოვიდა კითხვა, რა იქნება ჩვენთვის ეს სხვა ტანკი, რა შეიძლება იყოს? აი ძალიან კარგი პერსპექტიული ტანკი იქნებოდა ჩვენთვის BM აბრამს. არა, BM ოპლოტი, აბრამს თავისთავად, მაგრამ უკრაინული BM ოპლოტი რო არ არეულიყო ახლა სიტუაცია, ომი რო არ დაწყებულიყო, ოპლოტების მმართველობის წარმოება კიდევ უფრო გაიზრდებოდა ხარკოვის სატანკო ქარხანაში. ახლა ომის მერე რა იქნება, როგორ იქნება ეგ კაცმა არ იცის, უკრაინასაც დიდწილად უკვე დასავლური ტანკები ყავს ნახევარი. აი პოლონეთის გზაზე რო წავსულიყავით.
პოლონეთის პოლონეთში ბევრი კარგი ნიმუშები აქვს პოლონეთის სამხედრო მრეწველობას. არა ხო პოლონეთს ორი მიმართულებით აკეთებდნენ აქცენტს. ერთი აბრამსების მიმართულება, მაგრამ პოლონეთის ტანკების საჭიროებას ამერიკელები აბრამსებით სრულად ვერ უზრუნველყოფენ და არ უზრუნველყოფენ, ამიტომ პოლონელებმა არჩევანი გააკეთეს ასევე კაური პანტერაზე, სამხრეთ კორეულ ტანკზე, რომლის მოდიფიკაცია კაური PL, ანუ პოლონური კონფიგურაცია, რადგან ნაწილი პოლონეთში მზადდება და მთლიანობაში 1000 ერთეული ტანკის მიღებას აპირებენ. შეიარაღებაში ხოთაშუს ნაწილი უკვე ჩავიდა. კი, მაშინ ჩვენ შეიარაღებაზე ვაპარაკობთ, მაშინ ვიპარაკეთ მაგაზე. ჩვენ შემთხვევაში ძალიან საინტერესო არის ჩვენთვის აი მაგალითად თურქული ტანკის ალტაის პროექტი, თუმცა ეს ალტაი საკმაოდ ძვირი გამოდის, თურქები უკვე დიდი ხანია მუშაობენ მაგაზე და არც ბოლომდე ჭკუაზე მოყვანილი არ არის ეს ალტაი რა. ამიტომ გააჩინა ძალიან გამანადგურებელი ვით არის, იმიტომ რომ ძვირად ღირებულია თანამედროვე ტანკები, რამდენიმე მილიონი ღირს, ზოგ შემთხვევაში რამდენიმე 10 მილიონზე ადის ხოლმე, ხო, თანამედროვე მოდიფიკაციების ფასი, ამიტომ გათვლები უნდა გავაკეთოთ ისე, რომ მაქსიმალურად დაგვიждდეს IAP და მივიღოთ ამ ფასიდან მივიღოთ მაქსიმალურად კარგი შედეგი, კარგი ტანკი. ხა საბჭოურ ტანკებზე ისევ აქცენტის გაკეთება სტრატეგიული შეცდომა იქნება თავისთავად, ხო? ჩვენ მაგ ბანაკში აღარ უნდა მოიაზრებოდეს ეს ქვეყანა. ისევ და ისევ საუკეთესო ვარიანტები იქნებოდა ამერიკული აბრამსები, თუნდაც ძველი მოდიფიკაციის M1 AR-ები რა. თუნდაც სულ ძველი აბრამსები რო იყოს კონსერვაციიდან მოხსნილი და აღდგენილი, ტექნოლოგიურად მოხდებოდა მათი შესწავლა კარგად და შემდეგში M1 AR-ებზე გადასვლას შემდეგ პერსპექტივაში რა. ევროპული ტანკები ძალიან ძვირის, ხა იგივე ლეოპარდები ძვირის, ფრანგული ლეკლერკები საერთოდ ძალიან ძვირის, ისრაელის მერკავა მაგალითად, რომელიც შესყიდვაზეც რაღაც საუბრები მიდიოდა ომამდე ჯერ კიდე მერკავა იმ კასამებზე, ეგეც ძვირიანი ტანკია, თუმცა ერთ-ერთი კარგი ტანკი არის რა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ისევ და ისევ აბრამსებს უნდა გავაკეთოთ და უნდა მოახერხოთ ისეთ რაღაცა, რომ დაინიციირდეს პროექტები, რომ თუნდაც რაღაცა 1-2 ბატალიონი საჩუქრად გადმოეცეს რა. საქართველოს განახლებულ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომელიც აშენდება. ტექნოლოგიურად თუ კი თქვათ აი ეს T-72-ის მექანიკოსია, ანუ ვინც ანუ ტექნოლოგიურად რამდენად მარტივი არის დასავლურ ტანკებზე გადასვლა. თან შენ თქვი რომ იქ სხვა ეკიპაჟებშიც განსხვავება. როგორ არის, სხვა კონცეფციებით აგებული ტანკები არის. ზოგადად სატანკო ქვედანაყოფების გამოყენების ტაქტიკაც კი სხვადასხვა აქვს, ხო, დასავლურ სკოლას და საბჭოურ რუსულ სკოლას. კარგი ტანკისტი თუ არის, აი თვისებს, აი უკრაინელებმა მაგალითად ძალიან მოკლე დროში მოახერხეს აბრამსების ათვისებას და სხვა ტანკების ათვისებას, ანუ კარგი ტანკისტი თუ არის და თავი თუ მუშაობს, რა თქმა უნდა, და რაღაცა დონეზე ენის ცოდნაც არის საჭირო, ეხლა ინგლისურის რაღაცა დონეზე უნდა იცოდეს, რომ ელემენტარული შიგნით ტანკში რაც არის, ყველაფერი თუ არ გადმოქართულდა და რაღაცა ხო ინგლისური აღნიშნები აქვს, რომ უნდა შეეძლოს მაგისი გაგება და გააჩნია კიდე სწავლების პროგრამა. მარტივია ახლა ქართულად. სწავლების პროგრამა როგორი იქნება, ხო? არ არის მარტივი ზოგადად არაფერი არ არის. აი, ასე ხო, ფიცი რომ ქართულ წარწერას გავუკეთე. ხო, ეგ კი მაგრამ მარტო წარწერებში არ არის საქმე, რომ როგორი რაღაცა ის ტანკი არის ცოცხალი ორგანიზმით რა. აი როგორც აი ფორმულა 1-ის მანქანა, რომელშიც ზიხარ და პილოტი უნდა გრძნობდეს როგორც საკუთარ სხეულს თელ მანქანას. თანამედროვე ტანკიც ეგეთი რაღაც არის, მეთაური ყველაფერს ერთდროულად უნდა აკონტროლებდეს, ეკიპაჟის წევრებსაც, ეკიპაჟის წევრები უნდა აკონტროლებდნენ იმას თლიან, რაც ევალებათ და ამასთან თლიანად ტანკს, ანუ ცოცხალი ორგანიზმია, ერთიანი საბრძოლო მანქანა, სადაც ათასობით სხვა ელემენტი შეთანხმებულად მოქმედებს. ამიტომ რაღაცა 1 და 2 დღის ამბავი და კვირების ამბავი არ არის. კარგი სატანკო ეკიპაჟი. როგორც რუსებს 3 ეკიპაჟი 3 ეგრეა ყველა. კაპრიზული არის დასავლური ტექნიკა და იგივე ზეთები, საწვავიც და ზეთები განსაკუთრებით, თუ კი საბჭოთა რუსული ტანკები შედარებით ნაკლებ კაპრიზულია და ყველაფერს ჩაასხავს შიგნით, დასავლური ტანკები თლათ ეგეთი არ არის და ზოგადად ექსპლუატაციას ბევრად უფრო ძვირი ჯდება რა. მაგალითად, აბრამსების ერთი ბატალიონის შენახვას რა სჭირდება, შეიძლება მაგფულით T-72-ების 2 სატანკო ბრიგადა შეინახო, ან ცოტა უფრო მეტი რა. ექსპლუატაცია, იგივე საბრძოლო მასალები 4ჯერ და 5ჯერ და კიდევ უფრო მეტად ძვირი. ყველაზე კარგი ტანკი რომელი?
არ არის ექსპორტი კითხვა. მე ბევრი არის კარგი ტანკი, რაღაცებით ეს ტანკი ჯობია, რაღაცებით ეს ტანკი, ამიტომ გააჩნია რომელი ქვეყანა. აი ისრაელისთვის მაგალითად მერკავა ყველაზე კარგი ტანკი. გერმანიისთვის ლეოპარდი, რუსეთისთვის T-72 და T-90. ჩვენთვის აბრამსია ყველაზე კარგი ტანკი. ჩვენ შემთხვევაში ეხლა რა დონეზეც ვართ, ეხლა T-72 არის ჩვენთვის ყველაზე კარგი, მაგრამ აი გამართული T-72 აი შეკავიანი მინიმუმ. კარგი ეკიპაჟი თუ ყავს, კარგი ეკიპაჟი T-72 უფრო კარგი ტანკია, ვიდრე ცუდი ეკიპაჟი დაბრუნსი რა. მოდი შემოვყევი T-72 ჯობია კარგი ეკიპაჟი, ვიდრე ცუდი ეკიპაჟი დაბრუნსი. დიდი არაფერი შეხება უბრალოდ ამერიკაში. ალბათ მისიებში ხო? მისიებში ანუ ესე თუ ნახავდით სადღაც რო იყო და ასე შემდეგ თორე ესე უშუალოდ მისიებში ტანკთან ერთად მისიაში ავანეთში არ ყოფილვართ. ერთადერთი სწავლებას ვუყურებდი ამერიკაში 29 Palms ესეთი საზღვაო ქვეითების ბაზა არის და ავღანეთია ჩათვალე, ანუ ნევადის მეზის არის უდაბნო და მანდ ვიყავით ახლობით 3 კვირიანი სწავლება იყო და ანუ დღე და ღამე მუშაობა, დღე და ღამე ეს პირადი შემადგენლობა საერთოდ სხვანაირია. ტანკისტები ზოგადად ყველგან ეგრე არის. მე ძალიან დიდ პატივს ძალიან მეგობარი ყავს საქართველოში ტანკისტები და იქ მე მგონია რომ ერთ-ერთი რთული პროფესიაა და საკმაოდ ისეთი რა, მამაცი უნდა იყო რა. ანუ მე ვერ მუშაობდი ტანკებთან, შანსი არა. იმასაც გააჩნიათ რა რომელი ტანკში. ხო რა თქმა უნდა. ეხლა რუსეთ უკრაინის ომს რო უყურებთ, T-54-ში გმირი ხარ. ყველა ტანკი განადგურებადია, მაგრამ განსაკუთრებით მარტივი განადგურებადია საბჭოთა ტანკები, იმიტომ რომ მან ჯავშანი შედარებით უფრო თხელი აქვს ყველა პროექციაში და ეკიპაჟის გადარჩენის კუთხით ბევრად ნაკლებია მაგაზი ნაფიქრი და ნაზრუნი. ცოტა ისე სიტყვა ნაზრუნი ხო? მაგრამ საბჭოთა კავშირში ეგეთი მიდგომა ჰქონდათ, რომ იგივე ეკიპაჟის სამუშაო სივრცე კუბურ მეტრებში რო ავიღოთ, ბევრად ნაკლებია ამ ტანკში შიგნიდან, ვიდრე აბრამსებში არის, ხო? ბევრად მეტი არის კომფორტი, რაც უფრო კომფორტში მუშაობს ტანკისტი, საერთო ჯამში მისი საბრძოლო ეფექტურობაც უფრო მაღალი არის. ეკიპაჟის გადარჩენაზე რო არის საუბარი, ეხლა საბჭოთა ტანკებში საბრძოლო მასალაზე ზის ეკიპაჟზე მოდან, დასავლურ ტანკებში უმეტეს შემთხვევაში აი აბრამსი რო ავიღოთ, მზოგში შიგნით არის ჭურვები ეკიპაჟის ქვემოთან გვერდებზე, მაგრამ აი აბრამსი რო ავიღოთ, ტანკები მთლიანად არის გატანილი კოშკურის უკანა ნაწილში საბრძოლო მასალა და რომ მოხდეს მისი დეტონაცია აფეთქება, ხო? ბევრად უფრო ნაკლებად ზიანდება ეკიპაჟი, დიდი შანსი არის გადარჩენის რა. იგივე ჭურვების კუთხითაც აი დასავლურ ტანკებში უფრო უნიტარული ჭურვები გამოიყენება. წეგან რაც უახსენე და უნიტარულ ჭურვებში აი კუმულაციური მუხტის მოხვედრის შემთხვევაში უნიტარულ ჭურვებში დეტონაციის შანსი პროცენტულად უფრო დაბალია, ვიდრე იქ სადაც განცალკევებადი მუხტებია, რომელიც მარტივად აალებადი არის უფრო რა. აქვე საბრძოლო მასალებსაც რო შევეხოთ, იმის მიუხედავად რომ საბჭოთა ტანკებში ქვემეხები არის 125 მმ-იანი 2A46-ები, ვითომ აი 5 მმ-ით განსხვავდება კალიბრი, ხო, საბჭოთა უფრო მეტი არის. სხვა კალიბრების გამოიყენებოდა ხოლმე დაწყებული 100 მმ-დან 115 მმ-იც იყო საბჭოთა კალიბრი T-72 ტიპის ტანკების პირველ ვარიაციებში და დღეს უკვე არის 125 მმ-იანი სტანდარტიზებული კალიბრი აქვს. დასავლეთში იყო 90 მმ-იანებიც იყო ხოლმე, ძირითადად იყო 105 მმ-იანები აბრამსის პირველად მოდიფიკაციებში, ეს 105 მმ ტანკებში და ზოგადად ტანკსაწინააღმდეგო მანქანებშიც, ეს ტანკ დესტროიერებშიც აქტიურად გამოიყენებოდა დასავლეთში, მაგრამ უფრო ძირითადი კალიბრი არის 120 მმ, ხო? აი 120 მმ-იანი სატანკო ქვემეხები უფრო მაღალ წნევებზე არის გათვლილი დასავლური, განსაკუთრებით ეს გერმანული ქვემეხები არის და დაახლოებით იმ ქვემეხებს იყენებს ამერიკული აბრამსებიც, ვიდრე საბჭოური 125 მმ-იანი. შესაბამისად დასავლური ერთი და იგივე პერიოდის გამოშვებული ქვეკალიბრული ჭურვები, აი ლომიკებს რასაც ეძახიან ჯავშანგამტანისები, დასავლურები ყოველთვის უფრო რაღაც პროცენტულად უფრო მაღალი ჯავშანგამტანობით ხასიათდებოდა, განსაკუთრებით ეს თუ გაღარიბებული ურანის ჭურვებზე არის საუბარი. ძირითადად მანდ მასალად რა გამოიყენება ვოლფრამი და ვოლფრამის კარბიდი და გაღარიბებული ურანი რა. ორივეს თავისი პლუსები აქვს. ურანის გაღარიბებული ურანის ჭურვები მართალია აბინძურებს გარემოს, მაგრამ აი სანამ ბოლომდე არ გაცვდება ჭურვის გულარი, ბოლომდე ინარჩუნებს ჯავშანგამტანობას. ყოველი გატანილი 1 სანტიმეტრის შემდეგ კიდევ უფრო წამახული ხდება ეს გაღარიბებული ურანის ჭურვები და ვოლფრამში პირიქით უფრო და უფრო დაბლაგება ხდება. შესაბამისად,
აი ეს დასავლური თანამედროვე გაღარიბებული ურანის ჭურვები ხშირ შემთხვევაში 50% უფრო მეტ ჯავშან გამტანობას აჩვენებენ ხოლმე. კაი, ეხლა მოდი მე რაც ძალიან არ მომწონს ჩემს არხზე, მათ შორის არიან რუსეთომე მაყურებლები და ის რუსულ ტანკებზე ეს 90 მათი სიამაყე რაც არის ობიექტურად არ კი ბატონო 90-იც და არამატაც რეგიონში შევაფასოთ რა ტანკებია. ვერ ვიტყვი რომ რაღაცა ცუდი ტანკები არის მეთქი. კარგი ტანკები. არ თქვა რომ ცუდია, რაც არის ის. 72-ის კარგია გააჩინა ვისთვის და რა შემთხვევაში და როგორი ტიპის ჯარისთვის არის საუბარი. საერთო ჯამში სხვა ტანკების ფონზე არ არის კარგი T-72, მაგრამ გააჩნია რომ საიდან შეხედავ, თამასას სად დაიჭერ. T-90 ძლიერი ტანკია, განსაკუთრებით T-90 MS-ი, თანამედროვე მოდერნიზებული ვარიაცია, განსაკუთრებით T-90 მაღალ დონეზე ავიდა მისი ცეცხლის მართვის სისტემები, რაც საფრანგეთთან და გერმანიასთან თანამშრომლობდნენ რუსები სატანკო ცეცხლის მართვის სისტემებში და გერმანიასთან სატანკო ჯავშნის მიმართულებით, იგივე საფრანგეთიდან თალესის წარმოებული სითბოვის ზორები და ცეცხლის მართვის სისტემის ელემენტები შეისყიდეს და მაგ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემა ჰქონდა ამ T-90-ებს, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომმა ბევრი რაღაცა გაასწორა და ბევრი რაღაცა შეცვალა. და ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ აქვს ხოლმე მნიშვნელობა კონკრეტულ სიტუაციაში T-72 თუ T-90 MS-ი რა. კარგი ტანკი არის მოკლედ T-90 MS-ი, აი ძალიან შეუძლია რომ არის მაგალითად არ არის რუსული და ძიო ნაკეთობა რო ავიღოთ, ხო კარგი ტანკი არის, მაგრამ აბრამს თანამედროვე აბრამსები და თანამედროვე ლეოპარდები ბევრად უფრო კარგი ტანკები არის. რაც შეეხება არმატას. არმატა სასტელი პარტია არის გადაცემული ერთ-ერთ ქვედანაყოფზე, ჯერ კიდე გამოსდების პროცესში, ანუ არ არის მისული იმ ეტაპზე. არმატას მსგავს ტანკებზე ამერიკაშიც, ისრაელშიც, საბჭოთა პერიოდში უკრაინაშიც, მანამდე გერმანიაშიც, ანუ რობოტიზებული კოშკურიან ტანკებზე ბევრი მუშაობდა, იაპონიაშიც მიდიოდა მასეთი მუშაობები. საბჭოთა პერიოდში მეოდ ასეთ პროექტზე ითქვა უარი, მაგალითად ხარკოვის სატანკო ეზოში მინიმუმ 10-15 სხვადასხვა კონფიგურაცია ეყენა. უკაცრიელი, ანუ უეკიპაჟო ტანკი, უეკიპაჟო კოშკურიანი ტანკისა რა. მაგრამ არმატა იქცა იმ ტანკად, უამრავი სხვადასხვა პროექტი იყო რუსეთში, რომელსაც არმატას ეძახდნენ. მაგრამ ეს T-14 რაც არის, T-14 იქცა იმ ტანკად, რომელიც სერიაში გაუშვეს, რა მცირე სერიაში, მაგრამ არ არის ბოლომდე დაახვეწილი და მიყვანილი იქამდე, რომ რაღაცა მასიურ წარმოებაში გაუშვან. ძვირი უждდებათ, ძვირი დაუждდათ თითოეული ერთეული და უამრავი მინუსი აღმოაჩნდა განსაკუთრებით ამ რობოტიზებული კოშკურის მიმართულებით, რომელიც ძალიან მარტივია მწყობრიდან გამოსაყვანად, იმიტომ რომ გაძეძგილი არის ელექტრომექანიკური სისტემებით, ეკიპაჟი არ ზის და რაღაცა ახლოს ფუგასური ჭურვის საფეთქების შემთხვევაშიც ძალიან მაღალი რისკებია მისი მწყობრიდან გამოსვლისა. პლუს მაგას დადებითებზეც რო ვილაპარაკოთ, ეს სამკაციანი ეკიპაჟი გადასულია მთლიანად კორპუსში წინა მხარეს, სადაც მანამდე ერთი მძღოლი მექანიკოსი და ეხლა სამი კაცი ზის წინ, მთლიანად მართავენ ტანკს ჩებურაშკებით და ჯოისტიკებით. აქვს თანამედროვე დინამიური დაცვის სისტემა მალაქიტი, აქვს ასევე აფგანიტის ტიპის თანამედროვე რუსული აქტიური დაცვის სისტემა და უამრავი სხვადასხვა ჭკვიანი ელემენტები არის. იგივე მუხტების ელექტრომაგნიტური აალების სისტემა აქვს ნემსისგან განსხვავებით, ეს ელექტრომაგნიტური იმპულსით ხდება მუხტების აალება მაგ ტანკში და ბევრი ასე ვთქვათ ახალი სიახლე არის დანერგილი, რაზეც აი ეხლაც მუშაობენ უამრავი სხვადასხვა დასავლური ან იგივე იაპონური კომპანიები, როგორც ჩინეთიც, ბევრი რაღაცა არის დანერგილი არმატაში, მაგრამ დანერგილი არ ნიშნავს იმას, რომ კარგად მუშაობს და კარგია. ეხლა საცდელია იდეა. ხო, საცდელი არის და აქვს მომავალი თქვენი აზრით. მომავალი შეიძლებოდა ქონოდა მაგ ტანკს რუსეთ-უკრაინის ომი რო არ დაწყებულიყო, მაგრამ ეხლა რუსეთ-უკრაინის ომის მოცემულობაში არ აქვს მომავალი, მაგრამ გააჩნია როგორ დამთავრდება ეგ ომი. შეიძლება ქონდეს მომავალი, ოღონდ არა ესეთ კონფიგურაციაში რა. ბევრი რაღაცა შეიძლება მაგ ტანკზე. ბევრი რამე შეიძლება. მაგ არმატასთან შედარებით ბევრად უფრო კარგი არის და ჩემთვის ბევრად უფრო საინტერესო სისტემა, მაგალითად კოალიცია SOE. ახალი რუსული ჰაუბიცა, რომელიც უამრავი საინტერესო ელემენტი არის დანერგილი და თუ ყველაფერი მართლა მასე არის, როგორც იძახიან რუსები, ტექნიკური მონაცემები, პრაქტიკულად ერთ-ერთი კი არ და საუკეთესო ჰაუბიცა ყოფილა სოფლიოში, ანუ ახალი კოალიცია SOE, რომელიც მათ სტაესები უნდა ჩაანაცვლოს რუსულ არმიაში. კაი, ცოტა ჩინური არმატაზე რო გადავიდე ორი სიტყვით, კიდე არმატა ზოგადად მიდგომა რა არის, მათ კარგი ძიმე მუხლუხოიანი პლატფორმა არის, რომლის ბაზაზე შექმნეს არმატას ტანკის და T-15 KSM-იც. ანუ მიდგომა არის ძალიან კარგი, დასავლური მიდგომაა ზოგადად ეგეთი მიდგომა ადრე საბჭოთა კავშირში არ ქონდა. ანუ ერთი მუხლუხოიანი შასი, რომელზეც
ბევრ სხვადასხვა მანქანას ამზადებს. არემონტო მანქანას, KSM-ს, მძიმე ჯავშან ტრანსპორტიორს, თვითონ საერთოდ ჩინურ ტანკებზეც ვილაპარაკოთ და ჩინური ტანკების ძალიან დიდი თემა არის. ძველი ჩინური ტანკები საბჭოთა ტანკების კლონები იყო და თანამედროვეები რაც აყავთ ეხლა შედარებით ისეთი WT4-ები და Type 99-ები, სხვათა შორის ეხლა აღლუმზეც ბოლო მოდიფიკაციები გამოიტანეს Type 99B-ების და აი ეს რობოტიზებული ტანკიც რო გამოიყენეს ეხლა ხომ Suzuki ტანკი 105 მმ-იანი ქვემეხით ეს ვირტუალური რეალობის სათვალეებით რომ მართავს ეკიპაჟი კოშკურას თლიანად ხო ბევრ ელემენტში ბევრად პროცინარიან ჩინელები წასული ვიდრე რუსები განსაკუთრებით ეს ცეცხლის მართვის სისტემებს ეხება და მძირითადად რითი არიან ჩინელები დაკავებული დიდწილად არიან ტექნოლოგიების კლონირებით დასავლური ევროპული და რუსული ტექნოლოგიების კლონირებით მაგრამ ბოლო პერიოდში საკუთარი ეს ორიგინალური ნიმუშებიც გამოჩნდა რა ხო ნუ ჯერ კლონირებით ისწავლეს და მერე გადავიდნენ დიდად ჩინური ჯავშან ტექნიკის ცოტა ის ზედაპირული შეხება უშუალო პრაქტიკული ზედაპირული შეხება რა თქმა უნდა ეხა ექსპლუატაციის კუთხით არ მექნებოდა იმიტომ რომ ჩვენთან ჩინური ჯავშან ტექნიკა არ აქვს მაგრამ სხვა სამხედრო გამოფენებზე მქონია შეხება და ბევრი მათგანი საკმაოდ დეტალურადაც მაქვს და დათვალიერებული და რაღაცები მომწონებია რაღაცები არ მომწონებია მაგრამ დიდად აი ჯავშნის მიმართულებით დიდად არაქებენ მაგრამ აი ცეცხლის მართვის სისტემები და ზოგიერთი ტიპის საბრძოლო მასალები საკმაოდ კარგი აქვთ. აი უფრო მასიურ გამოყენებაზეა გათვლილი და ჩინეთის ახალ არმიაში გამოყენებაზე და თუ ის ადმე რამე გაუყიდიათ აქამდე ცოტა ისეთი სპეც მოდიფიკაციებს აწვდიან ხოლმე რა. დიდათ მე აქცენტს ჩინურ ჯავშან ტექნიკაზე არ გავაკეთებდი. T72-ზე სუსტი ჯავშანი აქვს? გააჩნია რომელია ზოგს კი ზოგს. აი მაგალითად ჩინური T55-ის ჩინური კლონები მაგალითად საბჭოურ T55-ებზე ბევრად უფრო სუსტი იყო ყველაფრით რა, განსაკუთრებით ჯავშნით და ქვემეხის რესურსით და ასე. იმდენად კომპლექსური თემა არის ეს ტანკები, რომ აი აღარ ვიცი საიდან შევხვდი, იმიტომ რომ ათასობით სხვადასხვა დეტალი უნდა შეადარო ერთმანეთს. და რაღაცები ჯობია სხვა ტანკებს, რაღაცები ტანკისტი ხო არ მოვიყვანოთ ჩვენ გადაცემაში. მოკეთ, ზოგადად შევაჯამეთ ტანკები. უფრო დეტალურად ვისაც გაინტერესებთ, გიგაინაშვილის არხზე გადახვალთ, რომელიც ლინკიც აღწერაში იქნება. დაიწყო მასერია ტანკებზე და ტექნიკური მახასიათებლებიდან და ყველა იმ დეტალიდან, რომელზეც ახლა ძალიან უნდა ლაპარაკი გიგას, მაგრამ ჩვენ სხვა ფორმატი გვაქვს ცოტა. ამიტომ ზოგადად მოხილვა ტანკების ასეთი იყო. მოკლე რეზუმე რო გავაკეთოთ, გააჩნია შენ რა საბრძოლო ამოცანა გაქვს, რა რელიეფი გაქვს და რა არის არმია ყავს მაგის მიხედვით უნდა და რა ლოჯისტიკური რესურსები გაქვს, რომ იმ ტანკის სრული საბრძოლო პოტენციალი დადო ბრძოლის ველზე. აი მაგის მიხედვით უნდა შეერჩეს ტანკი და მოკლედ, ვისაც დეტალებში გაინტერესებთ, გიგას არხზე ეს ყველაფერი გელოდება. დღეისთვის სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა. შეგახსენებთ რომ თუ კი არხი არ გაქვთ გამოწერილი, ძალიან გთხოვთ გამოიწერეთ არხი. მადლობა, დროებით ნახვამდის. ნახვამდის.